საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ძალიან ბევრი წერილები შემოდის, ბევრი კითხვები შემოდის გაერთიანებასთან დაკავშირებით. აი დავინახო ახლა ვინმე კომენტარი დაწეროს, რომ ვარ თუ არა ეთერში და ხმა თუ ისმის ნორმალურად. იმედია ვართ ეთერში. მოკლედ მეგობრებო, ბევრს საინტერესებს, რა თქმა უნდა, ისეთი ძიმე სიტუაციაშია ჩვენი ქვეყანა. თუ როგორ მიდის ჩვენი ეს ქართველთა დიდი გაერთიანების საკითხი, როგორ მუშაობთ, რა არის ახალი, აინტერესებს ხალხს, ამიტომ მე გეტყვით, რომ ჩვენ მუშაობთ, ინტენსიურად მუშაობთ. გუშინ ჩვენ შევხვდით კიდევ ერთ ახალგაზრდა ჯგუფს, პატრიოტების ჯგუფს, კარგი ახალგაზრდები ძალიან და აბსოლუტურად სრული თანხმედრაა, რასაც ჩვენ ფიქრობთ, ზუსტად ეთანხმებიან ისინიც, იგივე მიმართულება აქვთ და აი მთელი ღამე ვფიქრობდი, რომ მაშ რატომ არის, რომ აი რამაგრა უმუშავია მტერს, რომ აბსოლუტურად ერთი ხედვა გვაქვს ხალხს და გავართ სხვადასხვა მხარეს. ჩვენ როდესაც აი ეს იდეა გადავწყვიტეთ, რომ ქართველი ერის გაერთიანება, აი დიდი გაერთიანება გავეკეთებინა, ეს იყო განპირობებული მთავარი ერთი დიდი უმთავრესი პრობლემით, ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა, კატასტროფული მდგომარეობა დემოგრაფიული. დაახლოებით 1,350,000 იყავართ ქართველი საქართველოში და მტერი მუშაობს ამაზე, რომ ესე იგი ქაოსიც იყოს ქვეყანაში და იყოს ასევე იმუშაონ ასევე უცხო მიგრანტების შემოყვანაზე და ისე გაუჭირონ ქართველ ხალხს ცხოვრება, რომ ქართველები ნელა-ნელა ტოვებდნენ თავიანთ სამშობლოს და რაღაცა გარკვეულ ნიშნულზე უკვე ეს კატასტროფულ ნიშნულზეა უკვე, მაგრამ კიდევ რაღაც კატასტროფულ ნიშნულზე ჩამოვა და ფაქტიურად შეიძლება ითქვას მერე, რომ ვეღარავინ ვეღარ უშველით, ჩვენ დავკარგავთ სამშობლოს და თქვენ დღეს ხედავთ, როგორი მდგომარეობაა მსოფლიოში, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება და ფაქტიურად წესრიგი კი არა, ეს უკვე უწესრიგობაა. აღარ იქნება საერთაშორისო სამართალი ფაქტიურად, რომ ვიღაცამ დაგიცვას. ეს გამორიცხულია უკვე, თქვენ ხედავთ უკვე როგორი განცხადებები კეთდება, თუნდაც ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ და კანადის მიმართ, პანამის არხის მიმართ და კიდევ რა ვიცი ახლა გრენლანდია და ასე შემდეგ და აქეთ ახლო აღმოსავლეთში კიდევ და პრეტენზიებია. დიდი სახელმწიფოა, გიგანტური და ყველა იმპერია ასე იქცევა და ახლა უკვე აღარ საერთაშორისო სამართალს აღარ უყურებენ. ძალიან სახიფათო სიტუაციაა ეს. უკრაინის საკითხსაც ისე წყვიტავს ორი სახელმწიფო, რუსეთი და ამერიკა, რომ ფაქტიურად უკრაინელებს აღარაფერს არ ეკითხებიან. და გახსოვთ ალბათ აი ამ 2 წლის განმავლობაში თავიდან ომიც რომ დაიწყო, მე აბსოლუტურად არც ექსპერტი ვარ და არც ამ დარგის რაღაცა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინას ორი ქორი გაინაწილებს. ეს ორი ქორია რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და ეხლა ეს ამდენი ხალხი 700,000 ჯარისკაცი რომ შეეწირა, ხო, უკრაინის მხრიდან და 20 მილიონზე მეტი რომ გასულია ქვეყნიდან იძულებით და დაკარგეს ქვეყანა სამშობლო.
და კიდევ მშვიდობიანი მოსახლეობა რამდენი დაიღუპა, ახლა ამას არ აკმარებენ და კიდევ დასავლეთ უკრაინაში, რომელსაც გააკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატები, მთელი მნიშვნელოვანი წიაღისეული უნდა გაიტანოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკვე რუსი შევიდა, იქ მთლიანად დონბასიდან დაწყებული და ყველა სიმდიდრეებით, რა თქმა უნდა, უკვე რუსეთის ხელშია და რუსეთი სადაც შევიდა, იქიდან აღარ გამოსულა. თქვენ კარგად იცით, არც ერთი ფაქტი არ არსებობს ასეთი. შევიდეს რუსეთი და მერე დათმოს, ახლა იქ ავღანეთი ეს სხვა იყო, ამერიკაც შევიდა და გავიდა, იქ სხვა თემა იყო აბსოლუტურად, ტერიტორიებისთვის არ იყვნენ იქ შესული და იქ უკვე ნარკოტიკული ბიზნესები იყო, ნარკოტიკების ბიზნესები იყო იქ და სხვა არაფერი. მოკლედ, მეგობრებო, ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვართ, არავის არ ეგონოს, რომ რუსთაველზე რომ უკვე ხალხი აღარ გამოდის და ცოტა ძალიან ეს რაღაცას ცვლის. მტერი მუშაობს, რომ სახელმწიფოს არ გავდეს, სახელმწიფო არ შედგეს და იყოს ქაოსი, შეიძლება ეს ქაოსი კიდევ უფრო გადაზარდოს აი ამ ორმა დიდმა გრანდმა და არა მხოლოდ რუსეთმა და ამერიკამ, კიდევ არის მესამე მოთამაშე ჩინეთი. მაგრამ მე ამერიკას და რუსეთს იმიტომ გამოვყოფ, რომ ყოველთვის სადაც კი ომი მოხდათ, რაღაცა რომელიღაც სახელმწიფოსთან ესეთი დაპყრობითი ის იყო, ყოველთვის იყვნენ შეთანხმებულები ამერიკა და რუსეთი. ყოველთვის, ყველა შეთანხმებები ცნობილია, ამაზე ბატონი ზვიად გამსახურდიაც საუბრობდა თავის დროზე, რამდენიმე შეთანხმებები ჩამოთვალეს და აგერ არის მაგალითი ახლა რუსეთ-უკრაინის ეს ომი, სადაც ახლა ამერიკა და რუსეთი აწარმოებენ, რომ ისეთ შეთანხმებას, რომ საერთოდ ფაქტიურად უკრაინის არსებობას აზრი აღარ აქვს. ეს დარწმუნებული ვარ, მე თავიდანვე ვამბობ, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს თავიდანვე იყო შეთანხმებული. ამიტომ ჩვენ ახლა ჩვენ თავს უნდა მივხედოთ და ჩვენ ვართ კრიტიკულად ძალიან სახიფათო მდგომარეობაში. ამიტომ ჩვენი აი ეს იდეა რომ გავერთიანდეთ, ზუსტად ამას ეფუძნება აი ამ საშიშროებას, რომ ყველამ კარგად უნდა გაიაზროს დღეს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ქართველი ხალხის დიდი გაერთიანება. ჩვენ ამ სამი ათეულმა წელმა და ამ მმართველობამ, სამმა მთავრობამ, შევარდნაძის, სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის დაგვანახა, რომ აბსოლუტურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის არსებობა, ხო? მოსახლეობა იცლება დღითი დღე, სოფლები ფაქტიურად მკვდარია და მთელი საქართველოს მოსახლეობა ფაქტიურად თავმოყრილია დედაქალაქში. და დედაქალაქში ამას ემატება ახლა უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საშინელი მდგომარეობა კი ხედავთ თქვენ, ხო? მარტო თბილისი ამ ხალხს ვეღარ იტევს. აბსოლუტურად, ესე იგი, აი ამ 3 ათეული წლის მანძილზე არაფერი არ გაკეთებულა, რომ რაღაცა ეროვნული მრეწველობა განვითარებულიყო რეგიონებში და განტვირთულიყო ქალაქი სოფლებში, მაღალთიან სოფლებში მაგალითად შეიძლებოდა რომ მეცხოველეობის დარგი ყოფილიყო განვითარებული. აბსოლუტურად არაფერი არ არის გაკეთებული. ელემენტარულია, აი ხშირად მოყვას რომ ეგ მაგალითი, როდესაც თურქეთში მაღალთიან სოფლებში იცლებოდა მოსახლეობისგან სოფლები, აი ერდოღანმა არის თავის ქვეყნის პატრიოტი და გააკეთა ესეთი რაღაცა, ესეთი პროექტი შექმნა, გლეხებს გაუფორმა კონტრაქტით, მიუყვანა, რა ქვია, საქონელი და 1000 შული გაუფორმა იქ კონტრაქტით, რომ 2 წელი ვერც გაყიდიდა და ვერც დაკლავდა. ყველაფერი მასალები მიუტანა სათავსოები რომ გაეკეთებინა და ყოველდღე მიდიოდა რძის მანქანა და ეს ფული მთლიანად ჩებოდა იმ გლეხს. 2 წლის შემდეგ მათ შეეძლოთ გინდა გაყიდვა, გინდა დაკლა და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ბიზნესს ვიღა მოშლიდა, ხო, ეს არის სერიოზული შემოსავალი მისცა თითოეულ ოჯახს. სამაგიეროდ ქვეყანაში შეიქმნა
ნატურალური პროდუქტის დოლარი, ხო? და თანაც ეს შეიძლება გაკეთდეს ძალიან იაფად მოსახლეობამდე მივიდეს. თუ ეს გაკეთდება და ამას ის ემატება, რომ აი ეს ტყუილა როა მიტოვებული სოფლები და გაპარტახებული და ება ხო საძოვრები და ეს ისინი სათიბები, ხო? აი ეს ათვისებული იქნებოდა. მე მახსოვს კომუნისტების დროს, აი ერთ-ერთ ჩემს მხარეში, ერთ-ერთ მაღლა სოფელში, კოლმეურნეობაში 5000 სული ცხვარი ყავდათ, მარტო ერთ კოლმეურნეობაში და 2000 სული აი სულფეხა საქონელი ეს. ხო. დღეს მეგობრებო 100 სული აღარ არსებობს იქ. 100 სული კი არა 50 სულიც აღარ არსებობს და ამიტომა ჩვენ ვართ რაღაცა მონოპოლისტების ხელში, იმას აწყობს მონოპოლისტს, რომ არ იყოს ახლა ნატურალური ძის პროდუქტები და ეს და ირანულ ცხიმზე დამზადებული ყველით იკვებება საქართველოს მოსახლეობა. აი ეს არის მეგობრებო, აი ამ 30 წლიანი მართლობის, მონოპოლისტური მართლობის, აი ამ ჩამყალყებული სისტემის მართლობა, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყანა და მთლიანად გაპარტახების პირას არის. მე არასოდეს ზოგიერთჯერ ვთქვათ სააკაშვილის მთავრობაზე ვამბობ, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი ეს არის მედლის ერთი და იგივე მხარეს. როგორც გინდა გადაატრიალო ეს ქართული ოცნება იქნება თუ ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ შევარდნაძის ხელისუფლება, ყველა სათავეს იღებს იქიდან, აი იმ კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან და იმ კრიმინალებიდან, აი ჯაბა, კიტოვანი და აი საზღრებიდან, რომელმაც მთლიანად მოსპეს ეს ქვეყანა და დღემდე აგრძელებენ აი ამ სამართალ მემკვიდრეობას. ესენი და ერთმანეთს ურჩევენ ვითომ საქმეს, რომ აი ვითომ სამართლიანობა უნდა აღადგინონ. ეს არის აბსოლუტურად აი რა ვიცი რა, ეს გამოსულები არიან ყოველგვარი სამართლიანობიდან. ან რომელ სამართალზეა ლაპარაკი, რომ მეგობრებო, ასეთი კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა აქვს და აი ბიუროკრატია, კორუფციაში იხჩობიან. როგორ აძლევთ თავს აი ხელისუფლების ჩინოვნიკები 3500 ლარი ჰქონდათ ხელფასი და 11000-მდე გაიზარდეთ. ესეც ამასაც არ აკმარობთ. უფასო საწვავი თითოეულს ტონობით გაქვთ, მინიმუმ ტონა თვეში. ეს $100,000 ჯიპები ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და ესე იგი თქვენ ყველაფერი უფასო გაქვთ და თან 11000 უნდა გქონდეთ ხელფასი და ამ დროს ხალხს 1000 ლარი არ აქვს ძალიან ბევრ საქართველოში, რომ ოჯახი არჩინოს. აი ეს მეგობრებო, მე არ მეგულება ქართველი საქართველოში, ვინც აი ასეთი სამართლიანობისთვის ჩვენ არ შემოგვიერთდება და გონს არ მოეგება და ერთად არ დავდგებით. ეს არ არის ვინმეს არ ეგონოს, რომ აქ რომელიმე აქ ლიდერობას ვაპირებ და რაღაცა ძველი ესე პარტიულ თამაშს ვაპირებთ, მეგობრებო, არა. ეს არის ძალიან დიდი სახალხო გაერთიანება ქართველი ერისა, რომელმაც ფეხზე უნდა დააყენოს ეს ქვეყანა და აი შეკითხები შემოდის ხოლმე, რომ აი როგორ აისახება, ეხლა კი კონსტიტუციას გავანებოთ თავი და იმ სამართლებრივ საკითხებს, ხალხი კითხულობს, აი ჩვენ როგორ ვიგრძნობთ ამ სამართლიანობას. პირველი მე მიმაჩნია, მეგობრებო, რომ ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს ეროვნულ ხელისუფლებას ხალხი თვითონ რომ აირჩევს და ნამდვილი არჩევნები ჩატარდება და არა ბრიუსელიდან რო დაგვისვავენ ეგზიტ პოლებით და იმით, რა ქვია, მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან ეგ რომ აღარ იქნება, პირველი რაც უნდა გააკეთოს, ეს უნდა იყოს სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს მოსახლეობას მოპარული ფული, ანაბრები. დიახ, სახელმწიფომ ეს გინდა შევარდნაძე დავარქვათ, ახლა ვინც გინდა დავარქვათ, ამათი სამართალ მემკვიდრეობა გრძელდება და ესენი არიან, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია მოპარული ფული, რომელიც ხალხმა ბანკში პატიოსთან ჩააბარა და მოპარეს უნდა დაუბრუნდეს ხალხს. ეს მოხდა ბევრ ქვეყანაში, მოხდა უკრაინაში, სხვათა შორის თავის დროზე, ბალტიისპირეთშიც, ყაზახეთშიც,
შესაძლებელია, ეს არის ძალიან დიდი ფულია, მაგრამ თუ ეს ერთ წელიწადში ვერ დაბრუნდება, ძალიან კარგად შეიძლება 3 წელზე გადანაწილდეს და ამ ხალხს უნდა დაუბრუნდეს ეს ანაბრები. თუ სამართლიანობის აღდგენა გვინდა, ჯერ სახელმწიფო უნდა მოექცეს ხალხს პატიოსნად, სახელმწიფო უნდა იყოს მართალი თვითოეულ პიროვნებასთან და შემდეგ უნდა მოსთხოვოს კანონი და სამართალი თავის მოქალაქეებს. მაგრამ როდესაც შეხარ ჯერ ქურდი, რომელმაც მოპარე ხალხს თავისი კუთვნილი ფული ქონება, აი შენ ხარ პირველი ქურდი, ჯერ შეხარ და შენ არ ღვევ კანონს. ამიტომ ჯერ სახელმწიფო უნდა იყოს მართალი ხალხის და თავისი მოქალაქეების წინაშე. ეს ერთი. აუცილებელია მეგობრებო, უნდა გადაიხედოს და შემოწმდეს. ამისი გაკეთება თავისუფლად შეიძლება. ჩვენ ახლა მე არ ვლაპარაკობ ამ წუთში მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანების სახელით. მე პიროვნულად ვსაუბრობ და ამაზე ბევრჯერ მისაუბრია მე როგორც ზვიად გამსახურდიას ჰელსინკის კავშირის წევრი. ბატონ ზვიადს გამოცემული აქვს ბრძანება 92 წლის 13 მარტს, რომ ყველა აი ამ უკანონო მთავრობის მიერ ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტურად უნდა გამოცხადდეს იურიდიული ძალის არ ქონეთ. და ჩვენ აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ აი ამ 30 წლიანი მმართველობის დროს აი ამ ხალხის მიერ ჩადენილი აი ეს ძალიან დიდი დანაშაულებები, როდესაც თითო ლარად გასცემდნენ ჰექტორობით მიწებს, სტრატეგიულ ობიექტებს. აი თუნდაც ავიღოთ, მე ხშირად მოვყავს ხოლმე მაგალითი, მიხეილ სააკაშვილმა თავის დედას თითქოს მამამისის დატოვებული ქონება იყოს ეს საქართველოს ეს ქონება, გპ-ის კორპუსები ერთლარად გაუფორმა. იქ რაღაც ბარნეოლოგიურები და 1000. ნუ ეხლა იქ რომ მაგისი ჩამონათვალო წაიკითხოთ, რასაც ფლობს მხოლოდ ეს ერთი ადამიანი, ალბათ კარგახას მოუნდება დრო, რომ ის ჩაიკითხოთ თლიანად. და რამდენი ასეთი არსებობს საქართველოში, ვინც აი ესე სტრატეგიული ისინი გაყიდე ერთლარად. და გაყიდულია ძალიან ბევრი რამე, რაც აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს, უნდა ჩამოერთვათ და უნდა გაუკეთდეთ კონფისკაცია. ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი და ეს ქონება უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს მთლიანად. მე როდესაც ქართველ ხალხს ვამბობ, გულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს. აბსოლუტური ბიუროკრატია, მეგობრებო, და მე როდესაც აი ამაზე ვსაუბრობ აი ამ 30 წლიანი ჩამყაყებულ სისტემაზე. წარმოედგინეთ თქვენ ვის ჭირდება ამდენი გაბერილი შტატები, თუნდაც აი თავდაცვის სამინისტროში 2 სამხედროზე მოდის 1 ოფიცერი. აი რა არის ეს, არ მესმის მე. ნუ ვის ჭირდება ამდენი ან ოფიცრები და აი რა არის, ამხელა თანხებს გასცევენ, ხო? და ემსახურება ამათ კიდევ მანქანები გამოყოფილია, საწოვები, მე არ ვიცი უბრალოდ როგორ უდგას სული ამ ქვეყანას, რა შემოსავლები აქვს ასეთი, რომ კიდე როგორ უძლებს არ ვიცი. მე ადრე ამ წინებზე საუბრობდი, მეგობრებო, ეროვნულ წარმოებაზე და როდესაც კაცმა შექმნა წვენები შიდა ქართლში, ნატურალური წვენები, შაქარსაც არ ხმარობდა კაცი და იცით თქვენ რომ დახურა მთლიანად 15 დასახელების წვენი ჩამოასხა, აბსოლუტურად ნატურალური და ჯერ ქსელებმა ამ 15 დასახელების წვენში 150.000 მოსთხოვა, აგერ ეს ჩვენი სავაჭრო ეს საკვები პროდუქტების ქსელები რომ არის, რომელიც გინდა აიღეთ, ნებისმიერი სპარი იქნება თუ ფრესკო თუ ორინაბიჯი თუ რამე, ნებისმიერი, ესე იგი 15.000 150.000 მოსთხოვეს 15 დასახელების წვენში. ლევათ ეს რომ რეგისტრაციაში გაატარონ და დახილა დადონ ამის წარმოება.
ამას გარდა რომ უნდა შემეტანა 3,50 ეს წვენი ლიტრა წვენიო 70-80 თეთრი იქიდან მოსთხოვეს კიდევ ამ 3,50-დან ეს ქეშბექის სახით ხოლო თვითონო 7 ლარი უნდა დაედო 100% კიდე იქიდან უნდა მოიგონ ეს დანარჩენი აქედან იგებენ და იმდენი ხარჯები გამდიოდაო მე უკვე ყველაფერზე ეთიკეტებზე ამ მუშახელზე ბოთლებზე ყველაფერზე რომ აბსოლუტურად აღარ მიდირდაო და დახურა კაცმა სამაგიეროდ გზა გაკაფული აქვს მონოპოლისტებს შემოაქვთ უკრაინიდან უკრაინაში არავით არის პორტოხალი არ არის და უკრაინიდან შემოაქვთ და კიდევ სხვადასხვა ქვეყნებიდან პორტოხლის წვენი და ასე შემდეგ და სხვადასხვა წვენები რომელიც ქიმიაზეა დამზადებული და აი ჩვენ ეროვნულ წარმოებას ასე ვსპობთ ამიტომ არის დაცლი სოფლები რაიონები და რა თქმა უნდა ქალაქში თუ თქვენ კარგად დააკვირდებით ქართველი საკმაოდ ცოტა დადის და ძალიან ბევრი უცხოელია უკვე ეს არის მიზანმიმართულად კეთდება ეხლა ყველაფერი ეს რომ შემოვიდნენ უცხოელები რაც შეიძლება მეტი ქართველი გავიდეს და იმას რასაც ვამბობდი რომ აი ეს ორი ქორი გაინაწილებს იმ უკრაინას მერქ ხო ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი იგივეს გვიპირებენ ჩვენ სხვა რამეს კი არ გვიპირებენ იგივეს გვიპირებენ ზუსტად რომ იცოდეთ ამიტომ მეგობრებო უპირობოდ გასაკეთებელია ნებისმიერი ქართველი აქ უკვე სხვა რამეზე აღარ არის ლაპარაკი ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ეხლა აი ეს мама პაპათაგან გადმოცემული ეს დიდი ისტორია და შემონახული სახელმწიფო ხო არ დავკარგოთ და აი სულ რაღაც 3-4 ათეული წლის მანძილზე სამშობლოს გარეშე არ დარჩეს ქართველი ხალხი მოკლედ მეგობრებო ჩვენ 31 მარტისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ძალიან ბევრი გვწევს და ძალიან ბევრი ქართველი გაერთიანდება ამ გაერთიანებაში იმიტომ რომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს ჩვენ ამ სამშობლოს გარდა სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია და რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავთმობთ ამ ქვეყანას სანამ ვართ ჯერ კიდევ ცოცხლები ამიტომ ყველა ქართველმა კარგად უნდა გაიაზროს სრული პასუხისგებლობით უნდა მიუდგეს აი ამ თემას და 31-ში ქუძე კაცი მე თქვენ შეგატყობინებ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე ჩვენ და შევიკრიბოთ ისეთ დარბაზში რომ მინიმუმ დაახლოებით 800 კაცი 900 1000 კაცი დაეტიოს მაინც თუ მეტი იქნება გამოხმაურება მეცად შევძლებთ და ერთი რამი და ვკითხო მოსახლეობას 31 მარტი თქვენ იცით რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქართველი ერისთვის უახლესი ისტორიიდან 31 მარტს ჩატარდა საქართველოში საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი სადაც ქართველმა ხალხმა ასევე აფხაზებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდა ასევე ჩატარდა სამაჩაბლოში ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს არის უდიდესი უმნიშვნელოვანესი აქტი დიდი საფუძველი რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ამიტომ ვამთხვევთ ამ დღეს თუმცა არის ორშაბათი და რა თქმა უნდა სამუშაო დღე არის და თქვენ მაინტერესებს დაწეროთ კომენტარებში რა დრო შევარჩიოთ რომ რეგიონებიდანაც უნდა ჩამოვიდნენ და შეიძლება ზოგს უკან გაბრუნების სურვილი კონდეს ჯობია ეს ჩავატაროთ შუადღის საათებში თუ ჯობია ჩავატაროთ საღამოს საათებში აი ამის კითხვაც მინდოდა და კიდევ ერთხელ გეუბნებით მეგობრებო ჩვენ 4 კაცმა საინიციატივო ჯგუფში ვართ 4 კაცი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან უნიჭიერესი ხალხია უდიდესი განათლების მქონე ხალხია ეს ხალხი სუყველანი ბატონი დემურ გიორხელიძე ბატონი გიგლა გობეჩია პროფესორი ექიმი ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი და ასევე ისინი ფლობენ ტელეკომპანია პეკატის მის მეუღლესთან ერთად და
ბევრი ჯგუფი გვერდდება და ძალიან გახარებულები ვართ, რომ აბსოლუტურად არ არის განსხვავება საერთო მიმართულებებში და ეს ერთ-ერთი კიდევ დადებითი რამეა გაერთიანებისთვის, მარტივდება გაერთიანება, ასე ვთქვათ. მოკლედ, მეგობრებო, არ ვიცი ახლა სხვა რა გითხრათ, მე ზედმეტი სხვა საუბარი არ მიყვარს, დაწერეთ კომენტარებში, მაინც როდის ჯობია, რომელ საათის ჯობია, შუადღით ჯობია თუ საღამოთი, რომ ეს თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ და დანარჩენს ყველაფერს თანდათან მოგაწვით ყველა ინფორმაციას. მადლობთ ყურადღებისთვის. იმედით ვიყოთ მეგობრებო, მაგრამ ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული. თუ იქნება ერთობა, აი ერთხელ მაინც თუ ჩვენ დავდგებით ერთად, მაშინ ჩვენ აბსოლუტურად დავიცავთ ამ ქვეყანას და წინ ვერაფერი ვეღარ დაგვიდგება. ამას ელოდება ძალიან დიდი მასა, აი ამ დიდ გაერთიანებას და კიდევ ერთხელ გეუბნებით. კი ვართ ეს 4 კაცი საინიციატივო ჯგუფი, მაგრამ 31 მარტს, როდესაც დაფუძნდება, ყველა რეგიონებიდან იქნება აქ რაღაცა გამგეობის გავსი, დაერქმევა მმართველ ორგანოს რაღაცას და ყველა რეგიონების ხელმძღვანელები იქნებიან აი იმ გამგეობაში და აქ ისე რომ ვიღაცა თავმჯდომარეა და ვიღაცა ლიდერია, ასე არ იქნება მეგობრებო და ეს სახალხო მოძრაობა უნდა იყოს ყველასი. 31 მარტამდე მე ყველას დაუკავშირდები, ყველა ჯგუფს კიდევ, მეც, ჩემი მეგობრებიც და თუ მაინც რომ ვინმე არ გამოგრჩეს, კარგი იქნება რომ თვითონაც დაგვიკავშირდნენ. ეხლა აღარ არის ერთმანეთში წენები, ზოგი ნაწენი ერთმანეთზე, ამას ეს ყველა უნდა გადალახოს, ყველა უნდა დადგეს საკუთარ თავზე მაღლა, ჩვენი სამშობლოა გადასარჩენი. კიდევ ვიმეორებ, ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, ამას უყურებენ გამადიდებელი შუშით ეხლა, რომ რაწამს ჩვენ კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა ჩამოვა, კიდევ უფრო აურევენ აი დაფინანსებული ხალხით და დანარჩენებმა, ვინც ბრიყულად გონიათ, რომ იქ რაღაც ეროვნული წყდება, კარგად გაიაზრონ, ნახდება მეგობრებო, ეს არის ჩვენი მტრების მიერ ორგანიზებული, რომ აი ეს სახელმწიფო თლიანად ქაოსში გახვიონ და შემდეგ გაიყოფენ ისე, როგორც ახლა გაიყოფენ უკრაინას და თქვენ ამას ნახავთ ყველანი. მადლობთ მეგობრებო ყურადღებისთვის, იმედი მაქვს, რომ ყველა კარგად დაფიქრდებით, ყველა საკუთარ გონებაში ჩაიხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანი დროა და რა ვიცი, კარგად ბრძანდებოდეთ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, იმედია ღმერთი არ გაგწირავს და ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ, სხვა გზა არ აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის.